აქ მაქვს მაგნიტი, რომელიც თოქზეა ჩამოკიდებული და მას საშუალებას აძლევს როგორც ქანქარა ირწეოდეს. ასევე მაქვს ეს სპილენძის ბლოკი, რომელიც მაგნიტს არ იზიდავს, რადგან სპილენძი მაგნიტური არ არის, მაგრამ ნახეთ რა ხდება, როცა მაგნიტს სპილენძის ზემოთ ვაქანავ. ეს ხდება იმიტომ, რომ მაგნიტი სპილენძში ელექტრულ დენებს იწვევს. ეს დენები კი ქმნის საკუთარ მაგნიტურ ველს, რომელიც ეწინააღმდეგება მაგნიტს და ანელებს მას, ხოლო მაგნიტის კინეტიკური ენერგია სპილენძის შიგნით სითბოდ გარდაიქმნება. მაგრამ რა მოხდება თუ ამ ენერგიას სითბოდ არ დავკარგავთ და შევძლებთ მის გამოყენებას რაიმეს ასამუშავებლად? მე ცოტა დრო დავხარჯე ამ მცირე მასშტაბის პროტოტიპის აშენებაში. სადაც მკლავის ბოლოში მაგნიტებია დამაგრებული, რომლებიც დაბალი ხახუნის მქონე საკისრებითაა დაკიდებული. და ეს საშუალებას აძლევს მას ირწეოდეს ზუსტად როგორც ქანქარა. მაგრამ მე სპილენძის ბლოკი შევცვალე სპილენძის მავთულით, რომელიც დახვეულია კოჭად. თუმცა ამჟამად არაფერს აკეთებს, რადგან მავთულის ბოლოები გათიშულია. რატომ არ დავაერთოთ მასზე პატარა LED ნატურა, რომ ნახოთ, შევძლებთ თუ არა მისი ენერგიით მომარაგებას. ასე რომ LED ნატურა ძალიან მოკლე დროით ციმციმებს, როცა მაგნიტები კოჭას გვერდით გადიან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მაგნიტები მარჯვენიდან მარცხნივ გადაადგილდებიან. და ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ კოჭაში წარმოიქმნება ცვლადი დენი, ხოლო LED-ს კი მუდმივი დენი სჭირდება. ამის გამოსასწორებლად შემიძლია გამოვიყენო რამდენიმე დიოდი, რომლებიც ელექტროენერგიის ერთმხრივისთვის ერთმხრივი სარქველებივით მუშაობენ და დავალაგო ისინი ისე, რომ მივიღო ეგრეთ წოდებული სრული ხიდის რექტიფიკატორი, რომელიც ცვლად დენს გარდაქმნის მუდმივ დენად. და ეს იმასაც ნიშნავს, რომ შემიძლია დავამატო კონდენსატორი, რათა ენერგია შევინახო თითოეულ რხევას შორის. რა მაგარია, არა? ეხლა უნდა გავზარდოთ ეს მოწყობილობა და ვნახოთ, რა შეგვიძლია ავამუშაოთ. საბედნიეროდ უკვე მაქვს დიდი სამკუთხა ჩარჩო ძველი ტრებუშეთის პროექტიდან. რაც იდეალურ პლატფორმად აქცევს მას პენდულისთვის ტესტირებისას. და მაქვს დარჩენილი ალუმინის მართკუთხა პროფილი, რომ პენდულისთვის ახალი მკლავი გავაკეთო. მაგრამ საერთოდ რატომ უნდა ვცადოთ ენერგიის მიღება პენდულიდან? სინამდვილეში პენდული მექანიკური ენერგიის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა. დაბალი ხახუნის მქონე საკისრებით პენდულის მკლავი შეიძლება აწიო და მან მუდმივი რხევა შეინარჩუნოს მანამ, სანამ ხახუნი არ შეანელებს მას. და ძლიერი ჩარჩოს წყალობით ძალიან მარტივია პენდულზე ბევრი წონის დამატება, რათა მეტი ენერგია შეინახოს. შემდეგ პენდულის დასატენად უბრალოდ ვწევ წონას ზემოთ და ვუშვებ, რაც ამ შემთხვევაში უპრობლემოდ ირხევა საათზე მეთხანს. და შეგვიძლია ავაგოთ გენერატორი, რომელიც შენახულ ენერგიას გამოსადეგ ელექტროენერგიად გარდაქმნის. გენერატორში ბევრი მაგნიტია დამაგრებული მონაცვლე პოლუსების მიმართულებით და ორივე მხარეს ერთნაირი მაგნიტური ძალაა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმ მხარეზე ვზრუნავთ, რომელიც ხვიისკენაა მიმართული. თუ დიდ მაგნიტებს შორის პატარა მაგნიტებს დავამატებთ და სპეციალურ მიმართულებებში დავატრიალებთ, შეგვიძლია შევქმნათ ეგრეთ წოდებული ჰოლბეკის მასივი, რომელიც ერთ მხარეს აძლიერებს მაგნიტურ ველს, ხოლო მეორე მხარეს ასუსტებს. ამას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, თუ მაგნიტების უკან რკინის ფირფიტას დავამატებთ, რადგან რკინა მაგნიტურ ველს უფრო მარტივ გზას აძლევს უკან დასაბრუნებლად. რაც კიდევ უფრო მეტად ეხმარება მაგნიტური ველის კონცენტრირებაში ერთ მხარეს და იმედია კოჭში მეტ სიმძლავრეს წარმოქმნის. უკანა ფირფიტისთვის მაქვს რბილი ფოლადის ეს ფურცელი, რომელიც დაახლოებით 99%-ით რკინაა, მაგრამ არასდროს დამიმუშავებია ფოლადი ჩემს თვითნაკეთ CNC ფრეზზე. ამიტომ ავიღე ახალი კარბიდის ბოლოვანი ფრეზი, ავირჩიე რეკომენდებული სიჩქარეები და კვების რეჟიმები და დავაჭირე საგანგებო გაჩერების ღილაკს. როგორც ჩანს, ჩემს სპინდელს უბრალოდ არ ყოფნის ბრუნვის მომენტი, იმ დაბალ ბრუნვებზე, რაც ფოლადისთვის არის საჭირო. ამიტომ შევამცირე ჯრის სიღრმე და უკვე ბევრად უკეთ ჯრიდა. და ახლა უკვე გვაქვს რბილი ფოლადის უკანა ფირფიტა ჰოლბეკის მასივისთვის. შემდეგ სამგანზომილებიანი პრინტერი დავბეჭდე ფირფიტა, რომელიც მაგნიტებს გენერატორისთვის იდეალურ მანძილზე დაიჭერდა, ასე რომ მაგნიტები დაბეჭდილ სლოტებში ჩავამაგრე. და როცა დავასრულე, დრო იყო შემემოწმებინა, წარმატებით ავაწვე თუ არა ჰალბახის მასივი. მაშ, უკანა მხარეს მაგნიტური ველი ისევ იყო, მაგრამ ძალიან სუსტი. სინამდვილეში თითქმის შეუმჩნეველი იყო, მაშინ როცა წინა მხარეს წარმოუდგენლად ძლიერი იყო. რაც შესანიშნავი ამბავია, რადგან ამ მაგნიტების მოხსნა ადვილი არ იქნებოდა. ასე რომ ეხლა მაგნიტური ფირფიტები შეიძლება დამაგდეს პენდულუმის მკლავის ბოლოზე. და ალუმინის ექსტრუზიებს ვიყენებ, რომ ქვემოთ პლატფორმა შევქნა, რომელზეც კოჭები დამაგრდება. კოჭების დასახვევად ჯერ სამგანზომილებიანი პრინტერით გამოვბეჭდე შაბლონი გამჭვირვალე ფისით Formlabs-ის Form 4-ზე, რის შემდეგაც შემიძლია 0.4 მმ-იანი ემალით დაფარული სპილენძის მავთული შემოვახვიო და კოჭა შევქნა. შემდეგ დავბეჭდე ეს ხიდის მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც პენდულუმის ქვემოთ არსებულ პლატფორმას მიემაგრება. და კოჭები მარტივად შეიძლება მაგნიტებს შორის დამაგრდეს.
პატარა LED-ის შეერთებით ის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც პატარა პროტოტიპი, რის შემდეგაც შევაერთე სრული ხიდის დიოდური გამასწორებელი, რამდენიმე კონდენსატორი და ჩემი ვოლტმეტრი, რომ მენახა რა ძაბვას გამოიმუშავებდა. ასე რომ უკვე ვიღებთ 4 ვოლტს, ნელ-ნელა იზრდება. ვფიქრობ, კონდენსატორების დამუხტვა სჭირდება ცოტა. აი ასე, LED ინთება 8 ვოლტზე. როცა გენერატორი ამუშავდა, კიდევ 5 კოჭა დავახვიე, რომ სიმძლავრე გამეზარდა და ჯამში 6 კოჭა გამოვიდა. მაგრამ შემდეგ შევნიშნე, რომ პენდულუმს გვერდიდან გვერდზე რამდენიმე მილიმეტრის ხევა ჰქონდა მისი ზომის გამო. ამიტომ რომ თავიდან ავიცილო კატასტროფული შეჯახებები, პატარა ბამპერის მსგავსი დამჭერები გავაკეთე, რომ მაგნიტები კოჭებთან გავლისას ცენტრში ყოფილიყო. და ამ ახალი კოჭების დამუხრუჭების ძალის შესამოწმებლად, ყველა მავთული ერთმანეთს შეუერთე, რომ პირდაპირი მოკლე ჩართვა მიმეღო. და ერთ მოძრაობაში პენდულუმი სრულად ჩერდება. შემდეგ ოსცილოსკოპი მივაერთე, რომ კოჭების მიერ წარმოქმნილი ძაბვა დამენახა და ერთი პატარა პრობლემა შევნიშნე. ეს არის გენერატორის მიერ წარმოქმნილი ცვლადი ძაბვა და ხედავთ, რომ ტალღის თითოეული ციკლი ერთნაირი დაბლის არ არის. ის ნელ-ნელა იზრდება და შემდეგ კლებულობს. და ეს ხდება იმიტომ, რომ ერთი კოჭი დაახლოებით 15 ვოლტს წარმოქმნის, ხოლო როცა მაგნიტები მეტ კოჭს გადიან, ძაბვა ემატება და შუაში დაახლოებით 80 ვოლტი ხდება. ვფიქრობ, ერთადერთი გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად არის კოჭების წყვილებად შეერთება და თითოეული წყვილისთვის საკუთარი სრული ხიდური დიოდური გამასწორებლის გამოყენება. საბედნიეროდ უკვე ზედმეტად ბევრი დიოდი მაქვს შეკვეთილი, რომლითაც ამ პროტოტიპის PCB დაფაზე 3 სრული ხიდური გამასწორებლის აწყობას შევძლებ, რომელიც კოჭებთან ახლოს დამაგრდება, სამგანზომილებიანი პრინტერი დაბეჭდილი სამაგრით და შემდეგ შევადუღებ. ეხლა თუ გამოვზომავ გამოსავლის ძაბვას ოსცილოსკოპით, ვხედავთ, რომ დიოდები სწორად მუშაობენ და ძაბვას დადებით მნიშვნელობაში ინარჩუნებენ. ასევე ჩანს, რომ ძაბვის პიკები ბევრად უფრო სტაბილურია და ოდნავ აღემატება 30 ვოლტს. შემდეგ რამდენიმე დიდი კონდენსატორი პარალელურად დავადუღე და შევქმენი 50000 მიკროფარადიანი კონდენსატორთა ბლოკი. ასეთი ორი ბლოკი გავაკეთე, ჯამში 100000 მიკროფარადი, ანუ 100 მილიფარადი, რათა თითოეულ ქანქარის რხევას შორის მაქსიმალურად ბევრი ენერგია დაგროვდეს. ეხლა ქანქარის გენერატორი ფაქტობრივად დასრულებულია, ასე რომ დავაბრუნოთ წონები და ვნახოთ, რას შევძლებთ მისი საშუალებით ავამუშაოთ. კარგი, მოდი ერთი LED-ით დავიწყოთ, რადგან ვიცით, რომ ეს მუშაობს და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ისევ მუშაობს, ეხლა როცა ქანქარა დასრულებულია. კონდენსატორებს ცოტა დრო სჭირდებათ დასატენად. ნათდება. მოდით ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ერთზე მეტი სამუშაოებას. აი ასე, 2 LED. ადვილად ანათებს მას. ცოტა მუქია, ასე რომ მოდი ქანქარას ცოტა უფრო ძლიერად მივაწვევით. მოდით 3 LED ვცადოთ. როგორ იქნება 4 LED, 5 LED და ბოლოს 6 LED? რადგან LED-ების ანთება საკმაოდ მარტივია, მოდით ვცადოთ სხვა რაღაცების ამუშავებაც. მაგალითად, როგორ იქნება ელექტროძრავა ვენტილატორით? ვაუ. ამას ძალიან ბევრი ძალა აქვს. ეს ვენტილატორი მართლა აცლის ენერგიას ქანქარას, მაგრამ იატაკზე დავდებ რომ დაგანახოთ, არ ვამუშავებ მას სახელოში დამალული ბატარეით. რა მაგარია, არა? მოძრაობის გადაცემა მოძრაობაზე, ელექტრული გენერაციის საშუალებით. ეხლა გვაქვს დიდი ქანქარა, რომელიც ენერგიას შეინახავს როგორც მექანიკური ბატარეა და გენერატორი, რომელიც ამ შენახულ ენერგიას გარდაქმნის სასარგებლო ელექტროენერგიად. მაგრამ როგორ შევინახოთ მეტი ენერგია? მარტივი პასუხია, რომ ქანქარის მოძრაობის დასაწყისში სიმძიმის პოტენციური ენერგიის გაზრდა შესაძლებელია ტვირთის სიმაღლის აწევით, თუმცა ამას გარკვეული პრობლემები მოხვდება. როდესაც ქანქარა მოძრაობს, სრული რხევის დასრულების დრო მუდმივია და ეს განისაზღვრება ამ ფორმულით. ფაქტობრივად, მხოლოდ მკლავის სიგრძე განსაზღვრავს რხევის პერიოდს, ხოლო მკლავის წონის ან რხევის სიმაღლის გაზრდა სრული რხევის დროს არ ცვლის. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ არის სწორი, თუ ქანქარის რხევის კუთხე დაახლოებით 10-დან 15 გრადუსზე ნაკლებია. თუ ქანქარის კუთხეს 12 საათის პოზიციამდე გავზრდი, რომ ენერგიის მარაგი მაქსიმალურად იყოს, თითოეული რხევის დრო მნიშვნელოვნად იზრდება. რაც გენერატორისთვის ბევრად უფრო დიდ კონდენსატორთა ბატარეას მოითხოვს, რომ რხევებს შორის მუდმივი სიმძლავრის გამომუშავება შეინარჩუნოს. ასევე გენერატორში წარმოქმნილი ძაბვა პირდაპირ პროპორციულია ქანქარის სიჩქარისა მის რხევის ქვედა წერტილში.
ამიტომ თუ ქანქარას უფრო მაღალი წერტილიდან გაუშვებთ, გენერატორში მაღალი საწყისი ძაბვა წარმოიქმნება. შემდეგ რხევის ბოლოს ძაბვა ბევრად დაბალი იქნება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მეტი ენერგიის დასაგროვებლად საუკეთესო გზა არის უბრალოდ გავზარდოთ წონა და რხევის სიმაღლე დაბალზე შევინარჩუნოთ. და ამ გზით ძაბვა და რხევის ხანგრძლივობა ბევრად უფრო სტაბილურია. და შეგვიძლია დავამატოთ ძაბვის რეგულატორი, რათა გენერატორმა შეძლოს მუშაობა 20 ვოლტამდე. ასევე მას შეუძლია მიატოდოს ენერგია ლედებს უფრო მისაღებ 8 ვოლტზე, რაც უზრუნველყოფს სიმძლავრის თანაბარ მიწოდებას რამდენიმე წუთის განმავლობაში, რადგან ის თანდათან გარდაქმნის ქანქარის ენერგიას სინათლედ. საინტერესოა ისიც, რომ ქანქარში დაგროვილი ენერგია პირდაპირ პროპორციულია მისი რხევის სიმაღლისა და შეგვიძლია გავზამოთ რხევის სიმაღლის შემცირება, რათა გამოვთვალოთ ლედების მიერ მოხმარებული სიმძლავრე. ასე რომ, როცა საწყისი რხევის სიმაღლე ცენტრის წერტილიდან 18 სანტიმეტრით მაღლა, შეგვიძლია გაუშვოთ წონა, რათა მივაწოდოთ ენერგია ლედებს. 3 წუთის რხევის და შესაბამისად სინათლის წარმოქმნის შემდეგ, ქანქარის რხევის სიმაღლე დაახლოებით 13 სანტიმეტრით შემცირდა. რაც 40 კილოგრამიანი წონისთვის ტოლია 51 ჯოული და რადგან 1 ვატი არის 1 ჯოული წამში, 51 ჯოული 180 წამზე ნიშნავს საშუალო სიმძლავრეს 0.28 ვატის, რაც საკმაოდ დაბალია, მაგრამ თუ იგივე ძაბვაზე მათ ჩემს ცვლადკვების წყაროს მივაერთებ, შედეგი დაახლოებით იგივე. შემიძლია USB ძაბრის რეგულატორიც კი გამოვიყენო ტელეფონის დასატენად, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ქანქარაში დაგროვილი მაქსიმალური ენერგია მხოლოდ დაახლოებით 7.2 ვატ-საათია. მომიწევდა ტვირთის ასვლა თითქმის 1000 ჯერ, რომ ბატარეა სრულად დამემუხტა. ეს არ ნიშნავს 1000 ქანაობას, არამედ ტვირთის ასვლასა და მის სრულ შეჩერებამდე შენელებას 1000 ჯერ. გარდა ამისა, ტელეფონი თითოეულ ქანაობას შორის ძალიან სწრაფად ასრულებს კონდენსატორების განტენვას, რის შედეგადაც დამუხტვის სიჩქარე არათანაბარია, რაც ტელეფონს არ მოსწონს. აბა, როგორ იქნება თუ ვცადოთ ისეთი რაღაცის ამუშავება, რომელსაც სწრაფი ენერგიის იმპულსი სჭირდება, მაგალითად, ეს 400 კილოვოლტიანი ნაპერწკლის გენერატორი. კარგი, ნაპერწკლის გენერატორი 3-ში, 2-ში, 1-ში. ეს უბრალოდ აბსურდია. ან როგორ გონია გადავიტანო ქანქარის რხევის მოძრაობა ხაზობრივ მოძრაობაში, ჩემი ხელნაკეთი ელექტრომაგნიტური გამშვებით. ეს გამშვები ადრე გამოყენებული იყო რადიომართვადი თვითმფრინავის ცაში გასაშვებად, მაგნიტებისა და ელექტროენერგიის გამოყენებით. და ალბათ მეტალის რამესთან ერთად შევინახე, რადგან დაზიანებულია, მაგრამ ეს არ უნდა შეუშალოს ხელს მის მუშაობას. მაშ, თუ მას ქანქარის გენერატორზე მივაერთებთ, შევძლებთ ამ ქაღალდის თვითმფრინავის გაშვებას 3, 2, 1. გონია, რომ ქანქარა ერთი რხევით საკმარის სიმძლავრეს ვერ გამოიმუშავებს. ამიტომ ვაცდი კონდენსატორებს დამუხტვას და კიდევ ერთხელ ვცდი. კარგი, კონდენსატორები ახლა უკვე დამუხტული უნდა იყოს, ასე რომ დავაჭიროთ გაშვების ღილაკს 3-დან 1-მდე. 3, 2, 1. ვა, საოცარია. ეს ძალიან კარგად გამოვიდა. მაშ, მიუხედავად იმისა, რომ ქანქარის ბატარეას ენერგიის სიმკვრივე ბევრად ნაკლები აქვს თანამედროვე ლითიუმის ბატარეებთან შედარებით, მასთან ექსპერიმენტების ჩატარება სახელოსნოში ნამდვილად სახალისოა. იმედია, ეს პროექტი თქვენთვის საინტერესო იყო და დიდი მადლობა ყურებისთვის.